თბილისში საქართველოს კატარის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. კატარელი ბიზნესმენების დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც. ისინი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს შეხვდნენ. განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ასევე იმსჯელეს 2014 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მათ დაფინანსებაზე. კატარელმა ბიზნესმენებმა თავის მხრივ ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს, მათ შორის სოფლის მეურნეობასა და სასტუმროების ბიზნესში. ავაცანით ჩვენი კუთხით მიმდინარე პროექტები, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი როლი და თავიანთი ადგილი იპოვონ, თუ მიიღებენ ტენდერებში მონაწილეობას. გარდა ამისა, საჯარო კერძო პარტნიორობის და საინვესტიციო პროექტებზე ვესაუბრეთ, რომელიც ცალკეული მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება საქართველოს რეგიონებში. საკითხი ეხება წყლის, მინერალური წყლის ექსპორტს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს. ასევე სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და მათ აქვს წინააღმდეგობები ამ მიმართულებით, ასევე სპა კურორტების განვითარებას და ჩვენ განვიხილეთ წალტუბოს და ახტალის შესაძლებლობები, დაინტერესდნენ ძალიან და მათ ასევე სურთ, რომ თბილისში ააშენონ დიდი საგამოფენო ცენტრი. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში კარგი ბიზნეს შესაძლებლობებია, რომლის ათვისება და განვითარებაც შეიძლება. ყატარი აპირებს გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე და ინვესტიციები ჩადოს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. აქ არაჩვეულებრივი საინვესტიციო კლიმატია და ქვეყნის მთავრობაც საინტერესო ინიციატივით გამოდის.